მოგესალმებით, დღევანდელი გაკვეთილის თემა არის თურქ-სელჩუკები საქართველოში. თურქ-სელჩუკთა სასულთნო დაარსდა მე-9 საუკუნეში, ძლიერებას აღწევს მე-11 საუკუნეში, კი მე-12 საუკუნეში დაიშლება. მე-9 საუკუნეში სელჩუკიანთა შტოს, სასულთნო გაძლიერდება, რომელსაც წინ ოძღვის სულთანი სელჩუკი და სწორედ ამ პერიოდში დაიპყრობს სხვა სასულთნოებს, გააერთიანებს და იქმნება სელჩუკთა სასულთნო. სწორედ მის საპატივცემლოდ ეწოდა სელჩუკთა სასულთნო. ხოლო როდესაც სახელმწიფო იქმნება და ყალიბდება ამ პერიოდში სელჩუკთა სახელმწიფოს მმართველები, შემქმნელები არიან თოღლურბეგი და ჩაღლირბეგი. დაპყრობითი ომები კი იწყება სულთან ალფ-არსლანის დროს. ძლიერებას აღწევს სულთან მალიქ-შაჰის დროს. როდესაც მალიქ-შაჰი გარდაიცვალა, თურქ-სელჩუკთა სასულთნო მის სამ ვაჟს შორის, ასე ვთქვათ, დაძაბულობის შედეგად დაიშლება. თურქ-სელჩუკთა ძლიერება ალფ-არსლანის დროს დაიწყო, როგორც ვთქვი, ამ პერიოდში დასუსტებული იყო არაბთა სახალიფო და აიღებს 1055 წელს აბასიანთა დინასტიის დედაქალაქს, ბაღდადს და მის დაქვემდებარებაში შემოდის ასევე ირანზე ახდენს ზეგავლენას, ნაწილობრივ ბიზანტიაზეც და ამ პერიოდში ნელ-ნელა ფართოვდება და ძლიერდება თურქ-სელჩუკთა სახელმწიფო. კერძოდ ბიზანტიაზე ეს მოხდება 1071 წელს მანასკერტის ბრძოლა და ბიზანტიის მმართველ რომანოს დიოგენეს შეიპყრობს თურქ-სელჩუკთა სულთანი ალფ-არსლანი, დაატყვევებს, დახარკავს სახელმწიფოს და ბიზანტიის გარკვეულ ტერიტორიებზე ძალაუფლება უკვე გადადის თურქ-სელჩუკებზე. რაც შეეხება თურქ-სელჩუკების საქართველოში, მე წინა გაკვეთილზე ვახსენე საქართველოს გაერთიანება ბაგრატ მესამის დროს მოხდა, შემდეგ გიორგი I, გიორგი II, ბაგრატ მეოთხე და გიორგი II მეფობს შემდეგ. სწორედ ბაგრატ მეოთხის დროს საქართველოში შემოდის თურქ-სელჩუკები 1064 წელს პირველად გამოჩნდებიან. ბაგრატ მეოთხის მეფობის წლები არის 1027-1072 წლები და მისი მმართველობის პერიოდში, შიდა დაპირისპირებაც არის, ეს ახალი მტერიც გამოჩნდება თურქ-სელჩუკები, ასევე ბიზანტიაც ნაწილობრივ ახდენს ზეგავლენას და მას უწევს, რომ თავისი, ასე ვთქვათ, ქალიშვილი და მიათხოვოს თურქ-სელჩუკების სულთანს, ასევე ბიზანტიის, ასე ვთქვათ, მმართველს და ამით უნდა თითქოს მშვიდობა დაამყაროს. თუმცა შიდა დაპირისპირებაც აქ გამწვავებული არის ბაგრატ მეოთხის მეფობის პერიოდში. ამირა ცალკე მართავს თბილისს და სწორედ ამ პროცესში ურჩი ფეოდალი კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში აუმხედრდება და ბაგრატ მეოთხეს და ეს დაპირისპირება, ამ დაპირისპირების გასამკლავებლად ბაგრატ მეოთხე იძულებული გახდება ბიზანტიას სთხოვოს დახმარება, თუმცა ეს უშედეგოდ დასრულდება, თავისი ძალებით მოიკრებს მის მომხრეებს და ბაგრატ მეოთხე დაამარცხებს კლდეკარის ერისთავს ლიპარიტ ბაღვაშს და მის ვაჟს თანამდებობიდან დააქვეითებს და გააძევებს ქვეყნიდანაც. რაც შეეხება ალფ-არსლანის, ასე ვთქვათ, პირველ გამოჩენას, თურქ-სელჩუკების გამოჩენას საქართველოში, ეს იყო დაზვერვითი, შემდეგ უკვე ყოველ 2 წელიწადში შემოდიოდა, ხოლო თურქ-სელჩუკები სისტემატიურად შემოდიან 1080 წლიდან გიორგი მეორის მეფობის პერიოდში და სწორედ ეს მოვლენა ისტორიაში ცნობილია დიდი თურქობის სახელით. ვიმეორებ 1080 წლიდან დაიწყო საქართველოში დიდი თურქობა. რაც თურქ-სელჩუკების მთავარი მიზანი იყო საქართველოს დაპყრობა და საძოვრებად რომ ექციათ და მთელი აღმოსავლეთ საქართველო ფაქტიურად
მათ აქციეს საძოვრებად ტყედ გადაიქცა, ხალხი იძულებული გახდა მთებში გახიზნული იყო, მიეტოვებინა თავიანთი სადგომები და ფაქტიურად აი მე-11 საუკუნეში, ანუ 1080 წლიდან საქართველოში იწყება დიდი თურქობა და ანუ ეს მოვლენა არის ძირითადად ასოცირდება, რომ დასავლეთ საქართველო იყო საქართველო, აღმოსავლეთ საქართველო ფაქტიურად თურქ-სელჩუკების დაქვემდებარებაში იყო. აქედან გამომდინარე, გიორგი მეორე სუსტი მმართველი იყო, ვერ უმკლავდებოდა დიდგვაროვნების, ასე ვთქვათ, ურჩობას და ამიტომ იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო და მეფობა დაუთმო თავის 16 წლის ვაჟს დავით აღმაშენებას, რომელიც როგორც კი გამეფდება, გაატარებს რეფორმებს, შექმნის პირად ჯარს მონასპას, ასევე რეფორმა უკავშირდება რელიგიურ რეფორმას, 1104 წელს ის ჩაატარებს რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას, აქ ურჩი რელიგიური პირები ფეოდალებად იყვნენ ქცეული და ამიტომ მათ დააქვეითებს და ჩააყენებს სათავეში მის მრჩეველსა და აღმზრდელს გიორგი მწიგნობარ თუხუცეს ჭყონდიდელს და ასევე კიდევ სხვადასხვა თანამდებობებს შემოიღებს. ეს იყო მანდატურ თუხუცესი, მეჭურჭლე თუხუცესი, ეზოს მოძღვარი, ამირსპასალარი და აი ეს თანამდებობები, სამ თანამდებობებით ასე ვთქვათ ქვეყნის მართვა უფრო გაუადვილდა და ეს იყო პირველი მეფე, რომელმაც ასე ვთქვათ შემოიღო საქართველოს ისტორიაში. ასევე მის სახელს უკავშირდება მორიგი ჯარის უფრო ასე ვთქვათ გაძლიერებისათვის მან ჩამოასახლა 1118 წელს ყივჩაღი ჩრდილო კავკასიიდან 40,000 ყივჩაღი და დაიწყო ჯარის გაძლიერებით მიზნად დასახვა თურქ-სელჩუკების განდევნა საქართველოდან და ამიტომ აწარმოა ბრძოლა 1121 წელს დიდგორის ველზე. მანამდე მან შემოიერთა რუსთავი, ლორე, გიში, ანისი და ამ დაპირისპირებების ან ბრძოლის შემდეგ, დიდგორის ბრძოლის შემდეგ ანუ საქართველო გაანთავისუფლა თურქ-სელჩუკებისაგან 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლა მოხდა დიდგორის ველზე და ამ ბრძოლას ეწოდება ძლევა ის საკვირველი, იმიტომ რომ სამჯერ მეტ მტერს ასე ვთქვათ გაუმკლავდა კერძოდ ეს 56,000 კაციანი ჯარით შეეწინააღმდეგა 150,000 მტერს ანუ თურქ-სელჩუკებს და აი ეს ბრძოლა დასრულდა დავით აღმაშენებლის გამარჯვებით, რადგან მან მოიფიქრა სწორი და ასე ვთქვათ კარგი სტრატეგია და სწორედ ამით მოიგო ბრძოლა, ძლევა ის საკვირველი, ამიტომ ეწოდება. რაც შეეხება აი ამ ბრძოლის შემდეგ, ანუ 1122 წელს, მომდევნო წელს, ერთი წლის შემდეგ, თბილისი გაანთავისუფლა ამირებისაგან, ანუ არაბებისაგან, 1123 წელს აიღო ანისი, 1124 წელს შირვანი, ხოლო 1125 წელს კი გარდაიცვალა და მის სახელს უკავშირდება ხო ის დაკრძალულია გელათის ტაძარში, გელათისა და იყალთოს აკადემიების შექმნა, მის სახელს უკავშირდება ასევე ქალაქების ასე ვთქვათ და გზების ასე ვთქვათ აღმშენებლობა და საერთოდ საქართველოს გაერთიანება. მხოლოდ გითხარით დასაწყისში, რომ დასავლეთ საქართველო იყო და აღმოსავლეთ საქართველო ფაქტიურად მტრისგან გაანთავისუფლა და გაერთიანა საქართველო ნიკორფსიიდან დარუბანდამდე და არა მარტო გაერთიანა ანისი და შირვანი დღევანდელი სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორია იყო და ანუ გამომდინარე იქიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან დაპყრობითი ომი აწარმოა. აქამდე არც ერთ მეფეს არ გაუკეთებია მსგავსი რამ და არც მომდევნო მეფეებსაც ვისაუბრებ ჩვენ, რომ დაპყრობითი ომი კი არა საქართველოს გაერთიანება. ნახე, როგორი მნიშვნელოვანი
პიროვნება არის და რამდენი რაღაცის, ასე ვთქვათ, საუბარი შეიძლება დავით აღმაშენებელზე, კარგი სტრატეგიული მართველი იყო, გონება გამჭრია, ხიდიც განათლებული წიგნიერი პიროვნება იყო, სასამართლოსაც კი მიაქცია ყურადღება, რომ სააჯო კარი შექმნა და მისი გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტზე ადის მისი მემკვიდრე დემეტრე პირველი.